საავტომობილო ჯარიმები ორმაგდება. მაგალითად, თუ მძღოლი არასწორ მანევრს გააკეთებს 100 ლარით დაჯარიმდება და თან მართვის მოწმობაზე 20 ქულაც ჩამოაყდება. აქამდე ასეთი დარღვევის დროს მხოლოდ 50 ლარიანი ჯარიმა მოქმედებდა. ორმაგდება ფულადი სანქცია სიჩქარის გადაჭარბებაზეც. ახლა ჩნდება კითხვა, ეს ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნვა როგორც ამას ოცნება ამტკიცებს, თუ ხალხის ჯიბეებიდან ფულის ამოღების გეგმა. სპეციალურად რუიანისთვის ნინო ღვედაშვილი მუშაობს ამ თემაზე და აგრძელებს საუბარს პირდაპირ ეთერში. საქართველოს წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმები იზრდება, ფაქტობრივად ორმაგდება და ამას ემატება დამატებითი სანქციებიც, მაგალითად არასწორი მანევრის გამო ჯარიმა იზრდება 100 ლარამდე და 20 ქულა დააკლდება. მძღოლ სიჩქარის გადაჭარბებაზეც იზრდება ჯარიმა 100 ლარამდე, ასევე უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის გამო, როგორც მძღოლი, ასევე მის გვერდით მჯდომი. ამ შემთხვევაში ჯარიმა 50 ლარამდე იზრდება და სანქციის სახით 10 ქულა აკლდება მართვის მოწმობისთვის განკუთვნილ ქულებს, ასევე ტელეფონით სარგებლობის მანქანის მართვის დროს არის სანქცია გაიზარდა 50 ლარამდე, თუ შეგეშლებათ მაგალითად და არასწორ ადგილას გააჩერებთ. ამ შემთხვევაში ჯარიმა არის 50 ლარი, ბასლაინზე საპირისპირო მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში ჯარიმა გაზრდილია 200 ლარამდე და თუ ტროტუარსა და ზებრაზე გააჩერებთ მანქანას, ამ შემთხვევაში ჯარიმა იზრდება 100 ლარამდე და შესაძლებლობა აქვს მერის წარმომადგენელს, რომ მანქანაც გადაიყვანოს. ასეთი არის ის წესები,